რატომ არის ლითონის ნივთები ცივი? ეს ყოველთვის ასე არაა. გაიხსენეთ ჩაიში ჩადებული გაცხელებული ლითონის კოვზი. ხის კოვზი იგივე ტემპერატურამდე რომ გავაცხელოთ, მაინც არ მოგვეჩვენება ისეთი ცხელი, როგორც მეტალის კოვზის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ყველაფერი ლითონის მაღალი სითბო-გამტარობის გამო ხდება. ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსი ცელსიუსია, თუმცა კანის ზედა ნაწილები უფრო ცივია. თუ შევეხებით ნივთს, რომლის ტემპერატურა სხეულის ტემპერატურაზე ნაკლებია, სითბო ამ სხეულში დაიწყებს გადასვლას. შეხების ადგილზე კანის ტემპერატურა დაიკლებს და ჩვენ სიცივეს შევიგრძნობთ, ან ძლიერ სიცივეს, თუ კონტრასტი დიდია. ჩვენი სხეულის მიერ გაცემული სითბო ათბობს ცივ ნივთს, მაგრამ თუ ის მაღალი სითბო-გამტარია, როგორც ლითონი, მაშინ ეს სითბო სწრაფად გავრცელდება მასში და სითბოს გადაცემა ისევ გაგრძელდება. ამ დროს ვიგრძნობთ, რომ ნივთი ისევ ცივია. დაბალი სითბო-გამტარობის დროს, როგორც ხის მასალას აქვს, გარე შრეები სწრაფად ცხელდება. ზოგჯერ ისე სწრაფად, რომ აღარც კი გვახსენდება მისი წამის წინანდელი სიცივე. ამის მერე სითბოს გადაცემა თითქმის წყდება და ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნივთი გათბა. ცხელი ნივთების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მეტალების მაღალი სითბო-გამტარობა მათში არსებული თავისუფალი ელექტრონებით აიხსნება. სწორედ ისინი ანიჭებენ მეტალებს მაღალ სითბო-გამტარობას. ატომებისგან განსხვავებით ელექტრონები არ დგანან ერთ ადგილზე, არამედ სწრაფად გადაადგილდებიან ლითონში და თან გადააქვთ სითბოც. არჩევს თუ არა ძაღლი და კატა ფერებს. თუ როგორ ხედავს ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ძაღლი გარემოს, დაზუსტებით ძნელი წარმოსადგენია. თუმცა მეცნიერებს აქვთ მოსაზრება ამ თემაზე გამომდინარე კვლევებიდან, რომლებიც მათ ჩაატარეს ძაღლის თვალებზე. დასკვნა არსებობს კატების მხედველობის შესახებაც. მათი თვალების აგებულება გვიჩვენებს, რომ ძაღლები ყველაფერს ვერ ხედავენ, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ. თუმცა არც შავ-თეთრი მხედველობა აქვთ. ადამიანს ფერის აღქმის სამი სახის რეცეპტორი აქვს. ძაღლს მხოლოდ 2. ძაღლები წითელ ფერს ვერ აღიქვამენ, მაგრამ იმაზე უფრო მეც ხედავენ, ვიდრე შავი და თეთრი ფერებია. მათი მხედველობისათვის მისაწვდომი ფერთა სპექტრი ასეთია: მუქი ლურჯიდან ცისფრამდე, ცისფრიდან ნაცრისფრამდე, ნაცრისფრიდან ღია ყვითლამდე, ღია ყვითლიდან მუქ ყვითლამდე. რაც შეეხება კატებს, მათ უფრო გაუმართლად, რადგან ლურჯი და ყვითელი ფერის გარდა მწვანეს და იისფერ ფერსაც ხედავენ, მაგრამ ვერ აღიქვამენ წითელ და ყავისფერ ფერებს, რადგან კატა ღამის მტაცებელია, ის შებინდებისას უკეთესად ხედავს. გამოიწერე კოდის YouTube არხი, ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.